მივესალმები დარიო რადიოს სმენელებს. როგორც შეგვიდით, მეორე ჩვენი ლაშქრობა იქნება ისეთი, რომელიც ამჟამად განხორციელება შეუძლებელია. ეს მოხდა 1985 წელს, 27 ივლისს გავეშურეთ კახისკენ, რომელიც თანამედროვე აზერბაიჯანში მდებარეობს, ისტორიულ საინგილოში. ლაშქრობა 9 დღიანი იყო. გადავედით საინგილოდან დაღესტანში და შემდეგ ისევ უკან დავბრუნდით. ლაშქრობაში მონაწილეობდით კახა თოდუა, დათო ჭითავა, შალვა ჭეიშვილი, თამთა ბერიშვილი, ნინო ბაგრატიონი და მე გიორგი ბაგრატიონი. თბილისიდან კახამდე 225 კილომეტრია. ავტობუსით ჩავედით და იმავე დღეს გადავწყვიტეთ კავკასიონისკენ აგვეწია ჩვენი მარშრუტი და კახიდან სოფელ სარიბაში ავედით. თვითონ სოფლამდე არ მიდიოდა ავტობუსი, ამიტომ ელისუ არის იქ იმ ხეობაში ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი, სადაც მანქანით ავედით და შემდეგ დაახლოებით 6 კილომეტრი ფეხით მოგვიწია სიარული. ამ სოფელში სარიბაში ცხოვრობენ წახურელი დაღესტანელები, რომლებიც დაახლოებით მე-17 საუკუნეში გადმოვიდნენ საინგილოში და ერთ-ერთმა მთავრობამ ცხოვრებმა ფახრუდინმა ძალიან კარგი მასპინძლობა გაგვიწია, მიგვიღო შვენივრად მოგასვენა და ჩვენ პირველად შევხვდით ესეთ სიტუაციას, რომ მოქონდათ და გვისხავდნენ ჩაის. დავლევდით, ისევ დაგვისხავდნენ. ბოლოს გითხრეს, რომ თურმე თუ აღარ გვინდა ჩაის დალევა, უნდა გადმოვატრიალოთ ჭიქა და ამის შემდეგ ცოტა ამოვისუნთქეთ. მეორე დილით სარიბაშიდან ქურდულისკენ წავედით. ქურდული უკვე დაღესტნის მხარეს პირველი სოფელი არის. დაახლოებით 6.5 კილომეტრი იყო აღმართი, რომ კავკასიონზე გადაგვევლო და შემდეგ 5.5 კილომეტრი სოფლამდე იყო დარჩენილი. ქურდული განსხვავებით სხვა სოფლებისგან, საერთოდ დაღესტანში უამრავი ენა არის, იცით ალბათ და ერთ-ერთი არის წახურული ენა, მაგრამ ქურდულში წახურულის ისე დიალექტზე ლაპარაკობენ, რომლის გაგება სხვა სოფლელებს უჭირთ, სხვა დაღესტნის სოფლელებს. ძალიან ლამაზი სოფელი არის, დაახლოებით მთის ქედზე არის შეფენილი, ზეწვერზე ამ ქედზე და ყოველი მხრიდან კლდეები ჩამოუდის. ამ სოფელში გვერდზე ბანაკი, ასე ვთქვათ, კავშალეთ, ორი კავრით ვიყავით წასულები და მეორე დილით ქურდულიდან წახორის ცენტრში, დასახლება წახორში წავედით. ეს დაახლოებით 10 კილომეტრი იყო სასიარულო და საინტერესოა, რომ ეს რეგიონი თავის დროზე საქართველოს გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, აი წუქეთის საეპისკოპოსოც არსებობდა და დაახლოებით მე-13-მე-14 საუკუნემდე წუქეთის საერისთავოს შემადგენლობაში შედიოდა. საინტერესოა, რომ თვითონ წახორშიც კი აი მის წინ მდებარე მთას დადიანის მთას ეძახიან, საერთოდ ეს დასავლური ტოპონიმიკა აღმოსავლეთ საქართველოშიც არის გავრცელებული და აი ეს დაღესტანში ასეთი დადიანის სახელის არსებობაც გარკვეულწილად ამ ქართულ დაღესტნურ ურთიერთობებზე მეტყველებს. ეს იყო
ძალიან დიდი ქალაქი შუა საუკუნეებში. ერთ-ერთი არაბი ისტორიკოსის ცნობით აქ 15,000 კაცი ცხოვრობდა ამ ქალაქში, წახორში. რაც იმ დროისთვის ძალიან ისეთი მასშტაბური ქალაქს წარმოადგენდა. და ეხლა დაახლოებით 40-50 კომლიღაა დარჩენილი. აქ ჩვენი მასპინძელი იყო იბრაჰიმი და ძალიან გვაინტერესებდა ძველი მეჩეთის ნახვა იმ ხრივ რომ იყო ცნობა რომ აქ შუა საუკუნეებში ქართული ეკლესია არსებობდა და შემდეგ ეს მეჩეთი მის ადგილას აიგო. თუმცა მართალი გითხრათ ვერავით არ ყვალს ან ორნამენტული ქვა ან რაღაცა რო ყოფილიყო ასეთი ვერ მივაკვლიეთ. თუმცა ეს სახელი დადიანი ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩვენთვის. სახორიდან ეს არის უკვე მდინარე სამურის ხეობა. უნდა ავყოლოდით ამ სამურის სათავეებისკენ გზას და დაახლოებით 10 კილომეტრში მივადგეთ სოფელ ჯინიხს. აქ უნდა გადაგვევლო დაკიდული ხიდი, რომელიც ძალიან ვიწრო იყო და საშინად ქანაობდა. ესე იგი თუ ნაბიჯებს არ გადავადგავდით აი ზუსტად ერთ ხაზზე, ხიდი იწყებდა ძალიან დიდ ამპლიტუდიან ქანაობას და მახსოვს რომ ნინო გაიჭედა შუა გზაში მხრივ რომ ისეთი ქანაობა დაიწყო რომ ნაბიჯს ვეღარ დგავდა დაახლოებით 1-5 წუთი აი ესეთი გაშიშებული იდგა ხიდზე ეს ხიდი კიდე აქეთ-იქით ქანაობდა და ბოლოს მაინც დაძლია შის და გადმოლახა ეს მდინარე. იქვე ნაპირთან გავშალეთ ბანაკი და მეორე დღეს უკვე ჯინიხიდან სოფელ მუხუხისკენ გავეშურეთ. დაახლოებით 9 კილომეტრი იყო ასავლელი. ამინდები ჩვენთვის ძალიან კარგი იყო, სულ მზიანი და ისეთი კარგი დარი იყო. და მუხუხში ჩვენი მასპინძელი იყო დავუდი. დაცეჭიტავას ძალიან გაუხარდა რომ თავისი სეხნია იპოვა დაღესტნის მთებში. რომელიც გაგვიმასპინძლდა დაღესტნური ხინკლით. ეს სრულიად არ გავს ჩვენ წარმოდგენაში არსებულ ხინკალს. ეს იყო რომ წარმოიდგინოთ იტრია, აი ეს გაბტყელებული მოხარშული ცომი რო არის, რომელიც რომბებად იყო დაჭრილი, ერთ თებსზე ეყარა ეს იტრიის ნაჭრები და მეორე თებსზე სრულიად დაჭრილი მოხარშული საქონლის ხორცი. ესე იგი უნდა აგեղოთ ხელით ეს იტრიის ნაჭერი, ამით შემდეგ ეს ხორცი დაგეჭირათ და მიგერთვათ. აი ეს არის დაღესტნური ხინკალი. ისე აეწყო ჩვენი მოგზაურობა, რომ ესე იგი ერთი დღე რომ რჩებოდით მასპინძლებთან სახლში, მეორე დღე კარავში, მესამე დღე ესე იგი მორიგეობით, ესე იგი ხან სახლში ვიყავით ხოლმე და ხან კარავში. მუხუხის შემდეგ ამ ხეობაში ყველაზე გრძელი მარშრუტი იყო გასავლელი. კურუსი არის ესეთი ბოლო სოფელი, ძალიან პატარა დასახლება არის. საიდანაც ამის შემდეგ უკვე უნდა ისევ საინგილოში გადმოსულიყავით. აქ ცხენით გამოგვებება ვინმე ყასემ გუდაევი, რომელმაც მეცხვარეების გვერდზე მიგვითითა კარგი საკარვი ადგილი და ღამე გავათიეთ ამ ბანაკში და მეორე დილით მდინარეზე უნდა გადავსულიყავით. კი მართალია მდინარის სათავეები იყო ხო, მაგრამ საკმაოდ მოდიდებული ჩანდა და
უსუმი დაგვეხმარა თავის ცხენით, ეს ცხენზე შევაჯდებოდით და ხან ეს გადაგვიდა, ხან მეორეს, რატომღაც დათომ არინება ცხენზე შეჯდომა, რაღაც გავტოპაო და შემდეგ მთელი დღე მოუწია დასოლებულ სიარული. კუსურიდან უნდა გადასულიყავით ხალახიოლის ტბაზე. აი ეს ტბა ფოტოზეც არის გამოსახული. ეს იყო 14 კილომეტრიანი მარშრუტი, მაგრამ ძირითადად აღმართში მივდიოდით. აქეთკენ უკვე დასახლებები რა თქმა უნდა აღარ არის, სულიად ველური ბუნება არის და ბოლოს უნდა გადაგვიარა საკმაოდ კლდოვანი მთები. და ერთ-ერთ თის კულუარში რო შევედით, კლდოვანი კულუარი იყო ისეთი, რომ სულ ერთმანეთს ვაფრთხილებდით, რომ აი ქვა წამოვიდა და გაიწიე და ასე ვთქვათ, ძალიან ქვიანი კულუარი იყო. და რაც თავარია, ჩვენ წინ აღმოჩნდა ჯიხვების პატარა გუნდი, რომელიც დაახლოებით 6-7 ჯიხვი იყო, ჩვენ წინ მიდიოდნენ და ჩვენც იმად მივსდევდით ფაქტიურად. ბოლოს ისინი სხვა კლდეზე გადავიდნენ და ჩვენ რის ვაივაღლახით ავედით კავკასიონის ქედზე. ეს ხალახიოლის ტბაც გამოჩნდა ჩვენს წინ. ეს არის დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ აი ლისის ტბის ხელა ტბა მოგრძო ფორმის თებში მოქცეული პატარა რაღაც თითქოს რაღაც ვულკანური კრატერის ძირი უნდა ყოფილიყო, ესეთი გარემო არის და დილით ადრე რომ გავიღვიძეთ ამ ტბის გვერდზე ქონდა გაშლილი კარავი. დილით გამოვედი, რომ წყალი შემესხა, ასე ვთქვათ, ტბის და ხედავ ტბის მეორე მხარეს ვიღაცა დგას. რომ დაუყვირე, ეს ვიღაცა დახტა 4 ფეხზე თურმე დათვი ყოფილა და გაძუძულდა. ნუ რა თქმა უნდა მოერიდა ადამიანებთან კონტაქტს. და ესეთი ლაშქრობა, სადაც ამდენი გარეული ცხოველი შეხვდა, მართალი გითხრათ, ჩემ პრაქტიკაში სხვა დროს არც ყოფილა. ბარემ ეხლა ვიტყვი, როცა უკვე დავეშვით ამ ხალახეულის ტბიდან ზაქათალასკენ, ამ ზაქათალას ნაკრძალში ირმების გუნდაც გადაგვირბინა ჩვენ წინ და ასე ვთქვათ, ეს ჯიხვები, დათვი და ირმები ესეთი საინტერესო მოგონებად დარჩა ამ ლაშქრობიდან. და შემდეგ იყო ძალიან დიდი თავდაღმართი, ესე იგი ხალახოლიდან ზაქათალამდე 27 კილომეტრი არის მანძილი. როგორც ჩანს, ცოტა გვიანაც გამოვედით და თითქოს ფაქტურად სულ დაღმართში მივდიოდით, მაგრამ როდესაც ამდენ კილომეტრს გადიხარ დაღმართში, ჯერთი ძალიან დამღლელი არის თავისთავად, მაგრამ ამავე დროს თუ სწორედ არ აქვს ფეხსაცმელი მორგებული, ფაქტიურად ტყავი აგძრება ფეხის ძირებზე. და რის ვაივაღლახით უკვე საღამოვდებოდა, ისიც კი ვიფიქრეთ, რომ ზერო ჩავიდა, ბარემ გავჩერდეთ, იმიტომ რომ სოფელიც კი არ ჩანდა ახლო-ახლო. ბოლოს როგორც იქნა რაღაც სოფელი შევნიშნეთ, უკვე 20 კილომეტრი ქონდა გავლილი და ჩვენს ბედად ტყეში ამოსული იყო ვილისი. ამ კეთილმა კაცმა ჩაგვისვა ყველა და ჩაგვიყვანა ზაქათალაში. სასტუმროშიც მივიღეს. ასე ვთქვათ, ცივილიზაციით გახარებულები ვიყავით, რომ აი ონკანის წყალი დავინახეთ, დენი იყო, ასე ვთქვათ და ძალიან მოგნატრებია ნაყინი. გავარდით ეგრევე მივირთვით ეს ნაყინები და მეორე დილით თბილისისკენ გამოვემართეთ.
საქართველოსთან თბილისამდე დაახლოებით 170 კილომეტრი იყო და ასე მშვიდობიერად დამხდარა ჩვენი ლაშქრობა. თან ქონდა წაღებული კვარცის ფირმის პატარა ფოტოაპარატი, რომელიც ხელით უნდა დაგექოქათ და პატარა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმიც გადავიღეთ ამ ჩვენი ლაშქრობის შესახებ. ეს იყო სულ მომავალ შეხვედრამდე.